ახლა და ჩვენ რიგითი მოსახლე და მე გახლავართ ერთ-ერთი წარმომადგენელი ჩარესწრილი ინტელიგენციის და სიამოვნებით დაგიდგებით პროექტში. ხოლო თავარია თქვენ ამოიღეთ ხმა. მარტო ტელევიზიის სიმართლის ხმა ხო ხედავთ რო არ შევიდეთ. ეს სახალხოდ უნდა რომ ჩვენც გავიგოთ. რა ხდება, რა შეიძლება საქმე და ბატონო დავით, თქვენ კიდევ კითხვა უნდა მექნება. რომ თქვენ იმდენად შემართებით და უკვე დაუფარავად და მართლაც რომ შეიძლება იქნას გაშკაცური გამბედაობით ამხელთ ყველაფერს და გვერდჩუქეს აი ამ თქვენ ყველა წარმოადგენელს ვინც მოდიან მანდაც სიმართლეს ლაპარაკობენ. მე გიჩვენეთ რომ აი თქვენ გულს ნამდვილად შეეცერება დაიწყოთ ასე მუსიკით ვიყიდება საქართველოს. ნამდვილად ყველა სიამოვნებით მოусმენს ამას. ვისურვები რომ ყველა ეს თქვენი წარმომადგენლები ნამდვილად ჭკვიანი და ბრძენი ხალხი როდესაც იტეს აი ბატონი გია ისკარიშვილი სოთინცაძე აი ხორევაშვილი ყავს. მე ალბათ თქვენი თავის წარმომადგენლები უსმენენ ამას ამ გადაცემას და ურჩევდით რომ ეს ჭკვიანი ხალხი დაიყროს გვერდში და შესანიშნავად წავაჩერეს საქართველოს. რატო? მე ეს სულელდა როგორც რა ვიყო. დიდი მადლობა. მე დიდი მადლობა უბრალოდ მე თამაში აშემილი არ დავეთანხმო ქალბატონს რომ ბატონ დავის ახლა იმ დროს შეუგნებოდი ის კი ამას აპროტესტებს მე ვეუბნებოდი რომ გამომდინარე ვითარებიდან რაც ქვეყანაში არის ბატონ დავის ნამდვილად ხის ადამიანია მინიმალურია ჩემოგია და რაც შეეხება ჩვენ მოქმედებებს ახლა ჩვენ არა ვართ პოლიტიკოსები და არც ვაპირებთ პოლიტიკაში მათში ჩვენ წესდებაშიც კი გიწერია რომ პარტიის წევრებს არა აქვთ უფლება და საშუალება მეხოდა ჩვენი პატივისცემის და ჩვენ კლუბში გაწევრიანების ჩვენი იარაღი არის მხოლოდ სიტყვა მხოლოდ ის ანალიზი რაც ვაკეთებთ ეს ანალიზი შეეთავაზება არა მხოლოდ ოპოზიციას ხელისუფლებასაც იმიტომ რომ ეს ჩვენ მოქმედს თუ არ მოქმედს ეს ხელისუფლება დღეს და ჩვენ ვეცდებით ყოველ შემთხვევაში რომ საღიაზრე მივაწოდოთ და თუ რამეში გამოიყენებს საბოლოო ჯამში ეს ქვეყნისთვის იქნება სასიკეთოდ იმიტომ რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ჩვენ უნდა გესმოდეს რომ იმყოფება თავისუფალი ვარდნის რეჟიმში ანუ ვარდნა ჯერ არ შეჩერებულა ხო ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ კრიზისი აქტიურ ფაზაში საქართველოში ჯერ კიდევ არ შესულა ინერციით ჩვენ რაღაც ვირტუალური სტაბილურობის შეგრძნება ყველას ჯერ კიდევ გვაქვს მე ვისურვებდი რომ ფიქზე როდესაც მივა ეს ყველაფერი ეს არ ყოფილიყოს ძალიან დრამატული მოვლენების დასაწყისი ამიტომ ჩვენ ყველანაირად ვეცდებით რომ ჩვენი რჩევებით იქნება ეს თუ ვინმე გაიგებს ვინმე მოგისმენს არც იმას ვამბობ რომ ჩვენ ვართ უშეცდომოები ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვექნება ჩვენი აზრი თუ ეს აზრი ქვეყანას გამოადგება ჩვენ მოხარულები ვიქნებით აი ეს არის რაც შეეხება ჩვენ აქტიურობას ორი სამი წლის განმავლობაში უკვე საბოლოო დაშლა ყველა მიმართულებით ჩვენს მიერ იქნება გამოქვეყნებული და ამის შესახებ ალბათ საზოგადოება გაიგებს. იმედი გვაქვს რომ ტექნიკური საშუალებაც გვექნება მალე იმისი რომ აი თქვენთან ადამიანები მოგზავნდნენ ჩვენთან თავისი გულის ტკივილი იქნება თავისი მოსაზრებები გაგვიზიარონ და რაღაცნაირად ყველამ ერთად ჩვენ როგორც საზოგადოების ნაწილმა და მთლიანად საზოგადოება მოვახერხოთ ამ ქვეყნის გამოყვანა აი ამ საკმაოდ დრამატული ვითარებიდან. ასე ხება ფიქრობდი კი ბატონო აი ამ ლეგენდარულ განცხადებაზე რომ ჩვენ უნდა გავხდეთ ამ ფინანსებულები ახლა პრინციპში კატასტროფული ზონა ვარ განგრევების თვალსაზრისით აფაზეზე არ ვლაპარაკობ იქაც ხომ დააშენეს როდისმე სახლები ამ პოპულების აქანი აი იდეაში ახლა ფიქრობდი კიდე რაღაც სისულელებზე დაიხარჯება ეს სახელი აი ტენდერებს პატიოსნად ჩავატარებთ აგერ უთქვია და გავაკონტროლებთ და ასე რა მოხდება რომ აი საერთოდ შოუშევსკო რა შეეწერა უაზროდ ამბიციური პროექტები ქონა მრეწველობა შადოთ სახელი ისეთ დარგებში რომელიც 15-20 წლის შემდეგ მოხსენდა ერთ-ერთ აი რა უნდა თუნდაც აი შუშის სავიტრინო მინების მე ამაზე არაერთხელ მისაუბრია ახლა წარმოებისათვის ნაკადებში ის 8 მილიონი ჯდება საშუალო და ოდნავ პატარა საზღვაო 11-20 მილიონი ჯდება დიდი გამოხატეს ტენდერი ან მაფიის უფლებით გადაეცეს ჯგუფს და
5-ჯერ უფრო ძვირი ვიდრე თურქეთშია. ვაწარმოოთ, კაფელი ვაწარმოოთ, მეტლახი ვაწარმოოთ. აი ის რაც შენებლობისთვის ნომერ პირველი არის. შიფერი ვაწარმოოთ. რაც შეეხება ინვესტიციებს. აი ეს ინვესტიციები რა პრობლემებიც ხელსაყრელი იყოს. საერთოდ ინვესტიციებს ჩვენ ქვეყანაში ეძახიან ინვესტიციას, ხო? აი უბრალოდ ჩვენ ქვეყანაში ჩვენი ხელისუფლება ეძახის ინვესტიციას რეალურად ის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით რა თქმა უნდა არ არის პირდაპირი ეფექტის მომტანი. ინვესტიცია ეკონომიკური ეფექტის მომტანია იმ შემთხვევაში თუ ის ქმნის დამატებით ღირებულებას. ამდენად მე აბსოლუტურად გეთანხმებით, ხო, წარმოებაში უნდა იქნას ინვესტირებული და ფული იყოს მუდმივად ბრუნვაში და არ აიდებოდეს მიწაში, ინფრასტრუქტურაში. ისიც კარგია, რა თქმა უნდა, ის უნდა იყოს. პირდაპირ ეკონომიკური განვითარებისთვის პირდაპირ ირიბ ეფექტი იძლევა, მაგრამ პირდაპირ ეფექტს არ იძლევა, ხო? აი ეს არის ერთი ეხლა ნუ საერთოდ რაც შეეხება გამჭვირვალეობას ეხლა რაც თქვენ ციტატით წაიკითხეთ ნუ ეხლა აქ იქნა ნახსენები არ მესმის ვინ უნდა აკონტროლოს ეს გამჭვირვალეობა ნახსენები იქნა ეს ანტიკრიზისული საბჭო როგორც მონიტორინგის საშუალება და ხაზი იყო გასმული ოპოზიციის წარმომადგენელი უდგას სათავეში მე რამდენიც მახსოვს რაც ეს ანტიკრიზისული საბჭოასო სალებრი ტენდერი გამართულა ერთმანეთთან გარიგება გამართულა ერთხელ მაინც ამ საბჭოს ამაზე რამე უთქვამს თუ არ უთქვამს შეიძლება სადმე მოქმედებენ მაშინ ნუ კარგი იქნება თუ ამის შესახებ გვეტყვიან ეს ერთი ეხლა რაც შეეხება გარდა ამისა ანტიკრიზისულ თავი გავანებოთ ეხლა ანტიკორუფციული უწყებათა შორისი კომისია შეიქმნა ეს საერთოდ წარმოუდგენელი რაღაცა ეს არის სახელმწიფო მაზოხიზმის კლასიკური ნიმუში ანუ ეხლა როგორ შეიძლება ადამიანი თავისთავად დასაჯოს ხო რაღაცისთვის დააპატიმროს დაიჭიროს ან დაუშვათ გაკიცხოს და ასე შემდეგ ხო ეს არის მაზოხიზმი და რაც შეეხება ბედრუქიძის ამ კომისიაში ლიდერად მოაზრება ეს კიდე გახსოვს სახელმწიფო ცინიზმი იმიტომ რომ მე და არა მხოლოდ მე ხო ნუ ქართული საზოგადოება ანუ გაიტანეთ ეს კაცი ხო მიუხედავად ამისა გაჩოჩდება მოჩოჩდება გაჩოჩდება ნუ ეს რუსეთში აქვს ნაკეთები მას ბიზნესი და ვანკას რაღაც იმით ესე რომ ვთქვათ არის აბსურდული, იმიტომ რომ მან კარგად იცის რა მექანიზმებით, სად, ვინ, როგორ მოთაფლოს, ანუ ის ესე რომ ვთქვათ, გლების ხროვაში აკეთებდა თავის ბიზნესს რუსეთში, ხო? აი ნომენკლატურული კაპიტალიზმი, ოლიგარქიული კაპიტალიზმი, რომელიც დღეს არის საქართველოში გაბატონებული, ეს ყველაფერი, ეს ტექნოლოგიები მართლა არის რუსეთიდან ჩამოტანილი და ბატონი ბანდუკიძის ჩამოტანილია. რატომ იყო ბადრი პატარკაიშვილი მიუღებელი ხელისუფლების და რატომ იყო მისაღები დაუშვათ ბანდუკიძე? ზუსტად იმიტომ, რომ ბადრი პატარკაიშვილი კი ისიც აზერბაიჯანში არავინ არ არის. მით უმეტეს იმ წლებში ვინც აკეთებს ბიზნესს. მას უკავდა კონკურენტულ გარემოში ძალის დემონსტრირება და რეალურ კონკურენციაში დაუშვათ წარმატების მიღწევა. და ბატონი ბანდუკიძე სულ ხელისუფლებაში იყო ინტეგრირებული რუსეთში. ჩვენ აუდი დაგვაუწყდეს რომ ის იყო უშიშროების საბჭოში და წყალქვეშა ნავები და ბუშერის ატომური ელექტროსადგური სულ ესე ფერმზე მუშაობდა. ის ყოველთვის ხელისუფლების მეშვეობით აკეთებდა რუსეთში ბიზნესს. ხელისუფლების მეშვეობით იქაურის ხალხის იმ კრემლის მეშვეობით იშოვა მან დიდი ფული. ჩამოვიდა მერე საქართველოში და გამოაცხადა საუკეთესო ბიზნესი არის ხელისუფლებაში ყოფნა. თუ გახსოვთ ერთ-ერთი პირველი ინტერვიუ იყო მისი საათ აკითხეს თან აპირებს ბიზნესში ყოფნას და აღარ ვაპირებ მე ხელისუფლებაში ვაპირებ. ხელისუფლება საუკეთესო ბიზნესია. ამის ფორმულა გახლავთ ბენდუკიძე თუმცა ამ ქვეყანაში ხელისუფლება ყოველთვის საუკეთესო ბიზნესი იყო, ძველი მინისტრებიც ესე ფიქრობდნენ და ყველა ბიზნესისთვის იყენებდა ხელისუფლებას და არა ქვეყნისთვის. ანუ საკუთარი ჯიბის ჭუჭრუტანიდან უყურებს ყველა ხელისუფალი სამწუხაროდ დღემდე ამ ქვეყანას და ეს ძალიან სამწუხაროა და მხოლოდ ცივზე ჩამოსათვლელი ადამიანები არიან ისეთები რომლებიც უძლებენ ამ ცდუნებას და მე მგონი ამ ადამიანებს ქართული საზოგადოება როდესაც იქნება ნახავს, დააფასებს და აი მათი დაფასებიდან დაიწყება ამ ქვეყნის შემგროვნება და ამ ქვეყნის აღმავლობა. აი ეს აბა გამოჩერე რეკლამაზე გავიდა და რეკლამის შემდგომ გავაგრძელოთ საუბარი რეკლამა ჩვენს ეთერში.
ბატონო, ეს აგრე ინფორმაცია მომივიდა იუსტის სამინისტროს ჩაისმა ყოფილა გამართული ანტიკორუფციული საბჭოს მუშაობის დროს და ეს-ერთი ბრძნული რამ განუცხადებია, რომ ანტიკორუფციული სტრატეგია არსებობს, რომლის დიდი ნაწილი შესრულებული ყოფილა უკვე. თუმცა იმ ახალ პრობლემებთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეთ, რაზეც საბჭო მუშაობს ახლა. არის ძალიან ელიტარული კორუფცია არისო და პრინციპში მგონი დასავლეთმაც იგივე შეფასება მისცა ჩვენთან, რაც არის ადრე თუ კი ის მილიციონერი იღებდა 5 ლარსა და საგადასახადოს მუშაკი 100 ლარს იღებდა, ეხლა მართლა თავკომბალები არსებობენ და როგორც უნდა